ჯადა დედის დღისთვის ვებგვერდზე საჩუქრებს უკვეთავს. გამოგზავნის საფასური საჩუქრის ღირებულებაზეა დამოკიდებული. $20-ზე ნაკლები ღირებულების საჩუქრის გამოგზავნა $4 ჯდება და $20-ზე მეტის $7. შეიძლება თუ არა საჩუქრის ღირებულება გამოგზავნის საფასურის ფუნქციის სახით წარმოვადგინოთ. მოდით ჯერ გავიაზროთ კარგად, რას მეკითხებიან. ესე იგი, მეკითხებიან ან გვეკითხებიან ასეთ რამეს. გვინდა რომ წარმოვადგინოთ ფუნქციის სახით საჩუქრის ღირებულება, ესე იგი, საჩუქრის ღირებულება ფუნქციის სახით. ეს ნიშნავს, რომ აქ უნდა გქონდეს რაღაცა, რაც იქნება ცვლადი და ფუნქციის სახით უნდა წარმოვადგინოთ, ოღონდ რა უნდა იყოს ეს არგუმენტები, ამასაც გვეუბნებიან. ეს უნდა იყოს გამოგზავნის საფასურის ფუნქცია. ესე იგი, აქ იქნება გამოგზავნის საფასური. გამოგზს დავწერ საფასური. საფასური. ახლა მოდი გავხსენოთ ფუნქცია ვინაა და როგორი არის სინამდვილეში. ფუნქციაში შედის რაღაც მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში გამოგზავნის საფასური, როგორც გთხოვენ, საფასური. და ამ ფუნქციამ მე უნდა დაამუშავოს ეს რაღაც შესული ინფორმაცია და უნდა გამოუშვას რაღაცა მნიშვნელობა, რომელიც იქნება ამ შემთხვევაში საჩუქრის ღირებულება, ხო? ღირებულება. ახლა, თუ მე თითოეული შემთხვევისთვის, თითოეული შესული ინფორმაციისთვის ერთი კონკრეტული რაღაც პასუხი მაქვს, მაშინ კი ბატონო, ეს ფუნქცია. მაგრამ მოდი ახლა დავუკვირდეთ ჩვენს სიტუაციას. ეს არის ჩვენი ფუნქცია და აქ თუ შევიდა 4. აქ თუ შევიდა 4. რა შეიძლება რომ გამოვიდეს? მე მეუბნებიან ესე იგი რას რომ გამოგზავნა დაჯდება $4 თუ $20-ზე ნაკლები არის ღირებულება საჩუქრის. ამიტომ საჩუქრის ღირებულება შეიძლება იყოს $1, შეიძლება იყოს $3, შეიძლება იყოს $19.99 და ასე შემდეგ. ანუ მე მაქვს ბევრი ვარიანტი იმისა, თუ რა შეიძლება იყოს საჩუქრის ღირებულება, როცა $4 არის გამოგზავნის ღირებულება. და ანალოგიურად თუ მაქვს მეორე შემთხვევა რა იყო და 7-იანი რომ შევუშვა, ანუ როცა $7 ჯდება გამოგზავნა გამოგზავნის საფასური, საჩუქრის ღირებულება შეიძლება იყოს დაწყებული $20-დან ძალიან ბევრამდე, შეიძლება საერთოდ მილიონი დოლარიც იყოს, ხო? იმიტომ რომ არ ვარ შეზღუდული, რამდენიც მინდა იმდენი იქნება. ანუ გამოდის რომ მე შემოვლილი ინფორმაციისთვის 1-ზე გაცილებით მეტი, და ნუ 1-ზე მეტი შესაძლო მნიშვნელობა მაქვს ამ ფუნქციით. ამიტომ ფუნქცია არც არის ეს სინამდვილეში, ფუნქციის თქმაც კი არასწორი ამაზე. ეს არის უბრალოდ რაღაც დამოკიდებულება, რომელიც შესული ინფორმაციას ძალიან ბევრნაირ მნიშვნელობას უსაბამებს. რომ უსაბამებდეს თვითონ მნიშვნელობას, კი და თვითონ შემოვალ ინფორმაციას მხოლოდ თვითონ მნიშვნელობას, მაშინ ნამდვილად იქნება და ფუნქცია. მაგრამ არ უსაბამებს და ამიტომ არ არის.